მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. მინდა გავაკეთო ასეთი გაშლა. რა გაცნობიერა, უთქვენოდ რა გაიასრა თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ. ნახოთ ურთიერთობის სიგნიფიკატორი და ნახოთ შემდეგ როგორ არის, როგორ ცხოვრობს ახლა ამჟამად უთქვენოდ და თუ ნანობს რაიმეს წარსულიდან. ნახოთ. იფიქრეთ პიროვნებაზე, კონცენტრირდით. დავალაგებ 5 არკანს თითოეულ კითხვაზე და ნახოთ რას გვეტყვის ჩვენი დასტა, რას გვეტყვის ჩვენი დასტა. პირველი კითხვა. თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამჟამად, შემდეგ როგორ ცხოვრობს ამჟამად, როგორ არის, რა ენერგიებში ხედავს სამყარო მას, და რა გაცნობიერა, არის რაიმე ისეთი, რასაც ნანობს, რას ნანობს, თუ ნანობს საერთოდ რამეს, ნახოთ, რას ნანობს თქვენთან დაშორების შემდეგ, ნახოთ. მოვიშველიებ სხვა დასტასაც, რომ გავიგოთ კარგად დამატებით, რატომღაც მინდა რომ ავიღო. თუ რაიმე დასაზუსტებელი მექნება, დავაზუსტო 78 კარის დასტით. თუ სხვა დასტა მისჩენია, იყოს ხაშინს იყოს. ნახოთ, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამჟამად. ჩემო კარგებო, აქ მე მიჩვენებს ურთიერთობას, რომელიც შესაძლებელია უცებ დაიწყო, რომ ისე განვითარდა, რომ არც კი ელოდით. ხო, თავიდან იყო რაღაც მოწონება, მაგრამ განვითარება ჰქონდა ძალიან სწრაფი, ისე რომ სანამდე ისე მიიღეთ გადაწყვეტილება ამ ურთიერთობაში, რომ წესიერ არც კი გიფიქრიათ, ჩემო კარგებო, და იყო თავიდან შესაძლებელია მოწონება, მაგრამ თქვენ გეგონათ, რომ იყო რაღაც სიყვარული. მე ამას ვიძახი დასაწყისში, ხო? ურთიერთობის დასაწყისში როგორ იყო, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა შესაძლებელია ურთიერთობაში რაღაც გაურკვევლობა, გაუგებრობა, ღალატი, წყენა, შესაძლებელია ზოგიერთთან იყო მიხვდით, რომ ან თქვენ იყავით მესამე პირი, ან თქვენს ურთიერთობაში კიდევ გაჩნდა სხვა პირი და ეს ურთიერთობა ამ მომენტისთვის არის დასრულებული, ჩემო კარგებო, 10-იანი ხმლის ენერგიებით, ანუ ურთიერთობაში იყო რაღაც ტყუილი გულის ტკენა, ღალატი, შესაძლებელია წყენა, სამიან ხმალში, ჩემო კარგებო, ყოველთვის არ მოიაზრება სასიყვარულო სამკუთხედი, მაგრამ არც გამოირიცხება ერთი სიტყვით ურთიერთობას ამ მომენტისთვის თქვენს ურთიერთობას მიჩვენებს დასრულებულს მიჩვენებს. შესაძლებელია კიდევ გავიმეორებ, რომ ეს იყო რაღაც ისეთი მომენტი, როდესაც რაღაც საფრთხე, რომელიც თქვენს ურთიერთობას შეექმნა, ეს შეიძლება ყოფილიყო ისე ღალატი, წყენა, უსიამოვნება. მოდი მე გავარკვევ მაინც ცოტათი გავხსნი მთვარის არკანში რა არის, რა მოიაზრება. მაღალი არკანია და ნახოთ რა არის მთვარის არკანში, როდესაც თქვენს ნახეთ თავისით ამოხდა კარტი 5-იანი კვერთხი, თქვენს წინ არის რაღაც დიდი წინააღმდეგობა ერთმანეთთან, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ვერ აგებინებენ თავიანთ გულის ტკივილს, ერთმანეთის როდესაც არ ესმით, ხო, პარტნიორებს გულისხმობ, როდესაც ერთმანეთის არ გესმით და უსაზღვროდ დიდი წინააღმდეგობა ურთიერთობაში, რომ ის კედელი, რომელიც ყრუ კედელი, რომელიც თქვენს შორის არის აღმართული, ვერანაირმა გრძნობამ თითქოს ვერ შეცვალა და შესაძლებელია ეს იყო იმის გამო, რომ ურთიერთობა გქონდათ პენტაკლის მეფესთან, პიროვნებასთან, რომელიც არის დაოჯახებული და აი ამის გამო ურთიერთობა შევიდა ჩიხში, ჩემო კარგებო. ტყუილად არ მithქვავს და ტყუილად არ ამოვიდა სამიანი ხმალი, შესაძლებელია თქვენ გაიგეთ, რომ ტყუილი იყო ის, რომ არ იცოდით, შესაძლებელია ერთ-ერთმა მხარემ, რომ ურთიერთობაში იყო შესაძლებელია თქვენ აღმოჩნდით სამკუთხედში, ჩემო კარგებო, არ არის ესეც გამორიცხული და იყო დაფარული, დამალული, შეიძლება ზოგიერთთან ის, რომ პიროვნება, ვისთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, ან თქვენ არ იცოდით მისი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ან მას არ ჰქონდა ინფორმაცია. ერთი სიტყვით, ერთ-ერთი მხარეს მე აქ მიჩვენებს იმას, რომ აქ არის სამკუთხედი, ჩემო კარგებო, აღმოჩნდით თუ 100 არ არის, თუ 100 არ არის, ჩემო კარგებო, მთვარის არკანი ისევ მეორდება. შესაძლებელია აქ
აქ ყველა ვარიანტში მიჩვენებს მე სამკუთხედს შემოკარგებო. ანუ ურთიერთობაში სამკუთხედს შესაძლებელია გავიმეორებ ისევ რომ შესაძლებელია თქვენ აღმოჩნდეთ სასიყვარულო სამკუთხედში ისე რომ თქვენ წარუდგენაც კი არ გქონდათ. ანუ შეგიყვარდათ არ ვიცი დაოჯახებული პიროვნება და შემდეგ გაარკვიეთ რომ შესაძლოა ეს პიროვნება იყო დაოჯახებული და დაასრულეთ ურთიერთობა. ხო, ასეთია სიტუაცია. თუ არ არის ასე, მაშინ ეს თქვენი გაშლა არ არის შემოკარგება, ამით უნდა მიხვდეთ სიგნიფიკაცია ეს თქვენი ურთიერთობის და თუ გეცნოთ სიტუაცია, გააგრძელეთ ყურება. მაშინ ნახოთ როგორ არის ის პიროვნება უთქვენოთ, როგორ არის ის პიროვნება უთქვენოთ. უბრალოდ რა ხდება მის თავს ახლა, ხო, რა ხდება მის თავს, როგორ ცხოვრობს. შემოკარგო, მან თავისი არჩევანი გააკეთა, მან აირჩია. შეყვარებულების არკანი, იმპერატრიცა, 4-იანი კვერთხი, ტუზი, პენტაკლი და თასის პაჟი შემოკარგება. აქ პიროვნება, თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ არჩევანი უკვე გააკეთა თავის ოჯახის სასარგებლოდ. არ ვიცი, ისევ გავიმეორებ, თქვენ რომელი მხარე უყურებთ, მაგრამ პიროვნება ამ მომენტში როგორ ცხოვრობს, ამ კითხვაზე თუ გავცემთ პასუხს, არის თავის ოჯახთან. ოჯახთან, სადაც ჰყავს ცოლი და შესაძლებელია შვილიც შემოკარგებო. მან რა გამოიყენა შანსი, რომ დაბრუნებულიყო თავის ოჯახში, აღადგინა ურთიერთობა. დასტის ძირზეც მაქვს ოჯახის არკანი, ნახეთ 10-იანი პენტაკლი, უზენაესი სამსჯავრო და დიდი ფიქრის მერე გადაწყვიტა რომ დაბრუნებოდა და აღედგინა ურთიერთობა, რომელიც შესაძლებელია გაწყვეტილი ჰქონდა. ანუ იმპერატრიცა შემოკარგებო. იმპერატრიცა არის, იცით რა არის, აი მე მინდა გავარკვიო და გითხრათ ის რომ იმპერატრიცა შესაძლებელია არ იყოს მეუღლე კანონიერი, თუმცა ძალიან ბევრთან შესაძლებელია ასეც იყოს. იმპერატრიცაში მოიაზრება ქალბატონი მამაკაცისთვის, რომელიც არის მისი ცხოვრების მთავარი ქალი, ჩემო ძვირფასებო. ანუ შესაძლებელია არ იყოთ ქორწინებაში იმპერატორთან, თქვენს პარტნიორთან, მაგრამ თქვენ იყოთ მისთვის მთავარი ქალბატონი. მთავარი ქალბატონი რას ნიშნავს? მისი ცხოვრების მთავარი პიროვნება, მთავარი ფიგურა. როდესაც თქვენთან გრძნობს ქალი, რომელთანაც მამაკაცი გრძნობს თავს კომფორტულად, უყვარს და უნდა მასთან ყოფნა, მისი საყვარელი პიროვნებაა და ერთი სიტყვით მთავარი ქალი მოიაზრება, ზუსტად მთავარ ქალში მოიაზრება ეს კონტექსტი. ანუ არა აქვს ერთი სიტყვით რომელი მხარე უყურებთ, შემოკარგებო. ყოველ შემთხვევისთვის პიროვნება, თქვენს მიერ ჩაფიქრებულმა პიროვნებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოეყენებინა შანსი, გააკეთა არჩევანი და დაბრუნდა იქ, სადაც თვლიდა რომ მისი ოჯახია, სადაც შესაძლებელია შვილი წყავს, ისევ გავიმეორებ, თუ შეიძლება არ წყავდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის დაბრუნდა თავის საყვარელ ქალთან ერთი სიტყვით. კარგად არის, ვერ ვიტყვი რომ რაიმე აწუხებს, ისეთი არკანები ამოვიდა. შეყარებულები არა, შემოკარგება უკაცრავად მე შეყარებულები და ხო, ამოვიდა კიდევ განმეორდა კარტები. უზენაესი სამსჯავრო კიდევ განმეორდა. კი. მიხვდა რომ პიროვნებას უნდა შეეცვალა თავისი ცხოვრება და დაბრუნდა ერთი სიტყვით იქ სადაც ტაშით ხვდებიან, სადაც აპლოდისმენტებს უკრავენ, სადაც პიროვნება, სადაც მიღებულია ერთი სიტყვით და თავს გრძნობს, რომ იტყვიან დაფასებულად, ასე ვთქვათ, სადაც აფასებენ. ნახოთ რა გააცნობიერა, თუ გააცნობიერა რაიმე. იცით რა არის? პიროვნებამ გააცნობიერა ის, რომ ეს რაღაც იყო გატაცება, ასე ვთქვათ, ის გრძნობა, სულელის არკანი ამოვიდა. დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო მისი მხრიდან. შესაძლებელია დავაზუსტებ მე აქ. იცით რა არის აქ როგორი რა ფაქტორია? პიროვნებამ, რომელთანაც შესაძლებელია ჰქონდათ ურთიერთობა, ეს ურთიერთობა იყო რაღაც დაუფიქრებელი მისი მხრიდან დაუფიქრებელი საქციელი, შესაძლებელია სრულიად შემთხვევითი ფაქტორი იყო თქვენი შეხვედრა, შემთხვევითი და მოულოდნელი ფაქტორი. ანუ
რაღაც მომენტი მიეცა, რაღაც მომენტი ნახეთ როგორი არკანებია, რაღაც მომენტი მიეცა თავი როგორც პატარა ბიჭად ისე ეგრძნო, მიეცა რაღაც შანსი, რომ თავისი ასე ვთქვათ, რაღაც შანსი მიეცა, ფორტუნას ბორბალი, ტუზი პენტაკლი და თასის დამატ შემოკარგებო აქ მე ამას წავიკითხავ ისე რომ მიეცა რაღაც შანსი და ეს შანსი გამოიყენა იმით რომ თავი ეგრძნო რაღაც პატარა ბიჭად, ეს თulis რომ მისი მხრიდან იყო დაუფიქრებელი საქციელი სულელის არკანის მიხედვით. შემდეგ ეს ყველაფერი ვერ ვიტყვი რომ ის არის თქვენს მიმართ ქონდა რაღაც გრძნობა, მიჯაჭვულობა ქონდა, თავი კარგად იგრძნო მართალია, მაგრამ ყველაფერი ბოლოს რომ დაფიქრდა და აწონდა შეიძლება მიხვდა რომ რაღაც ირღვეოდა რაღაც ბალანსი, ასეთი ქმედებით, არასწორი ქმედებით და ნახოთ რა შემდეგ რა გააცნობიერა ექვსიანი პენტაკლი აქაც შემიგონიშნებს ექვსიანი პენტაკლი. კი, გააცნობიერა ის, რომ თავს იგდებდა ძალიან რთულ სიტუაციაში, რომ შესაძლებელია უკვე ოჯახშიც ქონდა, არ ვიცი, ქალთან ვისთანაც რაღაც ძლიერი ემოციური კავშირი ქონდა რაღაც კონფლიქტური სიტუაცია იმის გამო, რაც ჩაიდინა, ასე ვთქვათ და რომ არასწორად მოიქცა. ნახეთ, მისი უკვე აღარავის აღარ ესმოდა. მისი აღარ ესმოდათ არავის და მიხვდა რომ უნდა ბუმერანგი დაუბრუნდებოდა აუცილებლად, ეს ყველაფერი ცუდად შემოუბრუნდებოდა და ამიტომ ეს ყველაფერი გააცნობიერა ამ პიროვნებამ, ჩემო კარგო. გააცნობიერა ეს ყველაფერი და დაუსვა წერტილი რომ იტყვიან. კიდევ მე შემიძლია ზოგიერთთან ვთქვა და ანუ იყოს ისეთი ფაქტორიც რომ გააცნობიერა რომ აი ამ თავისი სულელური საქციელით შესაძლებელია ყველაფერი დაეკარგა ის მატერიალური კეთილდღეობა, შესაძლებელია დაეკარგას, არ არის გამორიცხული რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო განქორწინებითაც მისი ანუ ურთიერთობის ნგრევით და დარჩენილიყო ყველაფრის გარეშე, მოტყუებული, ანუ როდესაც ანუ ტყუილს დიდხანს ვეღარ დაფარავდა იმას რა ურთიერთობაშიც იმყოფებოდა ის სხვაგან, გახდებოდა ფაქტია ეს ყველაფერი გაირკვეოდა თავის დროზე და დაკარგავდა იმ მატერიალურ კეთილდღეობას და იმ სიმშვიდეს, რაც შესაძლებელია მანამდე ჰქონდა შემოკარგებო და ეს ყველაფერი რომ გაიასრა, ამიტომ ვფიქრობ რომ ამიტომ დასრულდა თქვენი ურთიერთობა. მე მაინტერესებს თქვენთან რა აკავშირებდა, თქვენთან თქვენს გვერდით სანამ იყო, ხო? თქვენს გვერდით სანამდე იყო, როგორ გრძნობდა თავს? თქვენს გვერდით სანამ იყო, როგორ გრძნობდა ეს პიროვნება თავს? თქვენს გვერდით სანამ იყო, როგორ გრძნობდა ეს პიროვნება თავს? ну რა გითხრათ, თქვენს გვერდით თავს გრძნობდა შეყარებულად შემოგარგებო. თქვენ მისთვის იყავით საოცნებო პიროვნება, შვიდიანი თასის არკანით, თქვენ იყავით მისთვის საოცნებო პიროვნება, საკმაოდ პიროვნება, რომელიც დადებით ემოციებს აძლევდა, პიროვნება, რომელიც ცეცხლოვანი ენერგიებით იყო თქვენთან და ასევე შვიდიანი ის არვიანი პენტაკლი აკრაზე მიგვანიშნებს. შესაძლებელია პერიოდულად რაღაც ასე ვთქვათ მატერიალურადაც ქონდა თქვენი მხრიდან რაღაც დახმარება. შესაძლებელია იცით რა არის თქვენთან თავს კარგად გრძნობდა, იმიტომ რომ თავს გრძნობდა როგორც მამაკაცი, მისთვის საოცნებო იყავით, სითბოს აძლევდით, მაგრამ რატომღაც გააკეთა სხვა არჩევანი. მე მაინტერესებს რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი. რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი? იცით არის გამუდმებით უწევდა პიროვნებას ორ ქალს შორის, ასე ვთქვათ, რაღაც წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნება გამუდმებით საკუთარ თავს ებრძოდა. დიდი იმედგაცრუება, 2-7-იანი, ეს ანუ იმედგაცრუებული იყო, არასრულფასოვანი ცხოვრება ჰქონდა, ორ პიროვნებას შორის იხლიჩებოდა და
გამუდმებით საკუთარ თავთან იყო კონფლიქტში. შესაძლებელია თქვენთანაც თქვენ აძლევდით იმ სითბოს ყველაფერს ხო რაც შეგეძლოთ, მაგრამ გაუწონასწორებელი და დაუბალანსებელი პიროვნება, რომელსაც არჩევანის გაკეთება უჭირს არჩევანის გაკეთება და ეს ყველაფერი ბოლოს ისე ხდება, რომ ყუილი მანიპულაციები ერთთან მეორესთან, რაღაც კონფლიქტური სიტუაციები, ჯერ ერთთან, მერე მეორესთან და საბოლოოდ რაღაც დროის ფაქტორის გასვლის შემდეგ ურთიერთობაში ნგრევა, რღვევა და ერთი სიტყვით ყველაფერს მოსდევს შემდეგ კოშკის არკანი, როდესაც უკვე ვეღარ აბალანსებ ერთ შეცდომას მეორე შეცდომაზე უშვებ და შემდეგ უკვე ყველაფერი თავის ადგილას დგება ისე რომ თუ შენ ვერ გააკეთე სწორი არჩევანი და ვერ მიხვდი რა გინდა, ბოლოს და ბოლოს ამას მიგახვედრებენ სხვები. ბოლოს და ბოლოს სამყარო მიგახვედრებს იმას, რომ ესე ორი ადამიანის, ორი პიროვნების მოტყუება, ასე ვთქვათ, ფაქტიურად მოტყუება გამოდის, როდესაც ვერ ჩამოყალიბდე პიროვნება და ხან ერთთან არის, ხან მეორესთან არის და რა უნდა თვითონაც რომ არ იცის ერთი სიტყვით. ისევ გავუბრუნდები თავარ კითხვას, რა გაიასრა თქვენს მიმართ საერთოდ რას გრძნობს? თუ გრძნობს რაიმე სინანოს, იმის გამო რომ როგორც მოიქცა, რა გაიასრა? მოდი ვკითხოთ, როგორ დაშორდით, როგორ მოხდა თქვენი დაშორება? ეს მოხდა უსიამოვნებით თუ გაიხურა კარები ჩუმად და ისე წავიდა ურთიერთობიდან? როგორ იყო თქვენი დაშორება? ვისაც ფიქრობთ, როგორი იყო თქვენი და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის დაშორება, როგორ მოხდა? როგორ მოხდა დაშორება? იცით რა არის? თითქოს თქვენი დაშორება, ანუ ტრანსფორმაციის არკანით იწყება, უნდა მომხდარიყო აუცილებლად. რაღაც ეტაპამდე მივიდა ურთიერთობა და შემდეგ როდესაც ანუ შინაგანი რაღაც ნათება გონება უნათდება ადამიანს, ხო? ქალი ამოვიდა აქ ხმლის დედოფალი, შესაძლებელია ეს ხართ თქვენს ჩემო კარგებო, შესაძლებელია თქვენ მიიღეთ ამის გადაწყვეტილება, რომ ნაძალადევი არაფერი არ გინდათ და კი როდესაც ურთიერთობაში შესაძლებელია ისეთ არის არჩევანის წინაშეც დააყენეთ პიროვნება, რომ მიიღო გადაწყვეტილება ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლებულიყო, გამორკვეულიყო, რომელი ქალი უნდა, ვინ უნდა, რა უნდა, ხო? და ბოლოს და ბოლოს თვითონ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აირჩიე რომელიმე, აირჩიე ბოლოს და ბოლოს გადაწყვიტე. რაღაც ეტაპი შესაძლებელია, მე აქ არ მიჩვენებს იმას, რომ რაღაც თქვენ მოგივიდათ რაღაც დიდი კონფლიქტური სიტუაცია, უბრალოდ მე აქ ვხედავ და მიჩვენებს იმას, რომ თქვენ დააყენეთ ეს პიროვნება რაღაც არჩევანის, ასე ვთქვათ, თქვენ მიეცით არჩევანის საშუალება. ეს შეიძლება ძალიან გაგიჭირდათ, ამაზე ბევრი მუშაობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის მიეცით არჩევანის საშუალება, რომ გაეკეთებინა არჩევანი. შესაძლებელია ისეთ არის აქ ძალიან გულიც გეტკინათ და იმის გამო რომ რაც იყო და როგორც იყო, მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო ტრანსფორმაციის არკანის მიხედვით, ასე უნდა კი არ თქვენ დააყენეთ აქ პიროვნება არჩევანის წინაშე, ჩემო კარგებო, არჩევანის წინაშე, რომ ბოლოს და ბოლოს გადაეწყვიტა ბოლოს და ბოლოს აირჩიე, რა გინდა, ვინ გინდა, აირჩიე. ნახეთ, აქ ვფიქრობ, რომ ქალმა ითამაშა დიდი როლი და ნახეთ სინანული, მაინც არის აქ სინანული. აქ მე არ მიჩვენებს იმას, რომ რაღაც ძალიან დიდი რაღაც უსიამოვნებების და იმების შესაძლებელია გაგიჩნდათ ეჭვი და მიეცით არჩევანის საშუალება და ბოლოს და ბოლოს აირჩიე, ხო, ვინ გინდა და რა გინდა. მოდი ნახოთ. თუ ნანობს თავის აქციელს თქვენთან მიმართებაში ეს პიროვნება, თუ ნანობს თავის აქციელს თქვენთან მიმართებაში ეს პიროვნება, თუ ნანობს თავის აქციელს. კი, ნანობს იმას, რაც მოხდა. ნანობს, ყველა არკანი არ ეტევა კადრში, მაგრამ აი ასე დავდებ, რომ დაინახოთ ჩემო კარგებო. ნანობს, იხსენებს წარსულს, ნახეთ, ფიქრის რეჟიმშია. დღემდე ფიქრობს. დღემდე 6-იანი თასი და 4-იანი ხმალი. დღემდე ფიქრობს, დღემდე იგონებს იმ წარსულს, რომელიც იყო, იმ ურთიერთობას, რომელიც დაინგრა, რომელიც ჩიხში შევიდა, რომელიც შეიცვალა, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს იყო
სასიამოვნო, მაგრამ რაღაც გატაცება, სასიამოვნო მომენტი მის ცხოვრებაში, თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ რატომღაც ყველაფერი დასრულდა კოშკის არკანით. სინანულის გრძნობა აქვს, რა თქმა უნდა, მოგონებებით გიხსენებთ და იგონებს იმ ტკბილ მომენტს და იმ დროს, როდესაც თქვენთან იყო, იმიტომ რომ ამოვიდა ხო წეღანაც, რომ თქვენთან თავს კარგად გრძნობდა. კაცად გრძნობდა თავს, თქვენ აძლევდით სითბოს, სიმცირეს, იმ ენერგიას, რაც შეიძლება ეკლდა ხო პიროვნებას. მაგრამ პიროვნებამ არჩევანი გააკეთა, ხმლის მეფე ამოვიდა. არჩევანი გააკეთა და წავიდა კი აქ პიროვნებამ არჩევანი გააკეთა და წავიდა ურთიერთობიდან ჩემო კარგებო, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ თქვენთან გატარებული დრო, ის პერიოდი, რაც თქვენთან იყო, საკმაოდ კარგად ახსენდება. მე აღარ გავაგრძელებ, ძალიან გრძელი გაშლა რომ არ გამოგვივიდეს, მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.